ჩერაფონის ხალხური საქმეა. სამოს ფოთლები არ გასვენია. ჯერ ხომ ცხეთი სვეტი ცხოვლის დიდ ტაძარში საქართველოს ცხელი გული ასვენია. ლადო ისე როგორც თითოეული თქვენგანისთვის, ყველა ლეჩხუმელისთვის ალბათ სისხლთაგანია და ხორცი ხორცთაგანი, ისე როგორც მისი პოეზია. ლადოს გარეშე ისე ვერ წარმომიდგენია არსებობა, როგორც ალბათ ჰაერის გარეშე, პოეზიის გარეშე. პოეზიასთან კიდევ ერთხელ და ისე სისხლცეულად კონტაქტში შესვლა ჩემთვის ასე გახმაურებული და დიდი პოეტის სახლში ყოფნა. უჯობესი იქნებოდა ყველასი მწერალი და პოეტი, რომელიც საქართველოს ხალხს, რომელიც დღესდღეობით არსებობენ და ცოცხლები არიან, მოწვეულნი ყოფილიყვნენ ამ რაიონის უფროსებისა და ხელმძღვანელობისაგან და ჩამოსული აქ. მათ შორის მე ვერ წარმომიდგენია ჯასუს ჭარბიანის გარეშე ლადო ასათიანი სადაც ლადოობა. აი დღევანდელი საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ იყო გარკვეული ნაბიჯები მაგისგან გადადგა.